გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ამ ვიდეოზე გადმოხვედი, რადგან ამ ვიდეოში საბოლოოდ გაგაგებინებთ რა არის perfect დრო ინგლისურში. დავიწყოთ. სიტყვა perfect უკვე გვიჩვენებს იმას, რომ მოქმედება არის სრული, ანუ დასრულებული, ნიშნავს სრულს და სწორედ ამიტომ ქვია ამ დროს perfect, ანუ სრული დრო. და ახლა თუ საუბრობ მე რაღაც მოქმედებაზე, რომელიც უკვე შესრულებულია, ამ დროს გამოვიყენებთ perfect დროს. მაგალითად, მე თუ უკვე რაღაც დაწერილი მაქვს, ან რაღაც უკვე დავწერე, შემიძლია გამოვიყენო present perfect დრო, სადაც აღნიშნავ იმას, რომ ეს დაწერის მოქმედება წარსულში მოხდა, არ არის დაკონკრეტებული როდის, თუმცა შედეგი მე მაქვს ახლა და ახლა უკვე ამ გადმოსახედიდან ეს მოქმედება უკვე შესრულებულია. მოდით განვიხილოთ, როგორ ვაწარმოოთ ეს დრო. პირველ რიგში რა მოსდის მთავარ ზმნას. მთავარ მოქმედების ზმნა ამ დროს გადადის მესამე ფორმაში, რომელსაც ქვია past participle და ეს ფორმა გააჩნია ზმნა თუ არის წესიერი, ამ შემთხვევაში მას უბრალოდ id დაემატება, ისევე როგორც წარსულში, ხოლო თუ ზმნა არაწესიერია, მის მესამე ფორმას იხილავთ ამ QR კოდის დასკანერების შედეგად. თუმცა perfect-ის საწარმოებლად ეს საკმარისი არ არის და ჩვენ გვჭირდება დამხმარე ზმნა, რომელიც ამ შემთხვევაში არის have. პირდაპირ თარგმნით have ნიშნავს ქონა ყოველას. და შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ქართულ ენასთან, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც დავალება დაწერილი მაქვს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაცას ვფლობთ, ანუ ეს არ არის ქონა ყოვლის პირველადი მნიშვნელობა, თუმცა ეს გვეხმარება სრულყოფილად გამოვხატოთ ის, რომ რაღაც მოქმედება უკვე შესრულებულია და მე შევასრულე ეს მოქმედება წარსულის რომელიღაც მონაკვეთში. მოდით შევაჯამოთ. ანუ perfect ფორმა იწარმოება have დამატებული ზმნა, თუ ზმნა წესიერია, ზმნას დაემატება id, ბოლოში, ხოლო თუ არაწესიერია, ზმნის მესამე ფორმა, რომელიც უკვე ყველა ზმნისთვის, ყველა არაწესიერი ზმნისთვის განსხვავებულია. სულ ეს არის. ყველა ფორმას ინგლისურში გააჩნია თავისი დროის კატეგორია, რომელიც არის წარსული, აწმყო და მომავალი. შესაბამისად, ანალოგიურად გვაქვს perfect-ის შემთხვევაში. გვაქვს past perfect, present perfect და future perfect. შესაბამისად, have გვიჩვენებს ზუსტად რომელ დროში არის საუბარი და ზმნის მესამე ფორმა, წესიერია თუ არაწესიერი იგი რჩება იგივენაირად. მოდით განვიხილოთ მაგალითები. მაგალითად, აწმყო სრული დრო, present perfect. მაგალითად, განვიხილოთ ეს წინადადება, მე დაწერილი მაქვს წერილი. ინგლისურში დაგვჭირდება have დამხმარე ზმნა, ანუ I have ზმნის მესამე ფორმა, ზმნის მესამე ფორმა write-ის შემთხვევაში არის written a letter. I have written a letter. ვიტყვით ამ წინადადებას present perfect-ში. ანუ მე დაწერილი მაქვს წერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე წერილი დავწერე წარსულში, მაგრამ დღეს ახლა მაქვს შედეგი ის, რომ ეს წერილი დაწერილია და უკვე მზად არის. მოქმედება სისრულეში ჩანს უკვე აწმყოში. მოდით განვიხილოთ წესიერი ზმნის შემთხვევაში რა მოხდება. ბევრი არაფერი შეიცვლება, ისევ დაგვრჩება have დამხმარე ზმნა, თუმცა ზმნას, როგორც თქვით, წესიერი ზმნის შემთხვევაში id დაბოლოება ემატება და თუ ვიტყვით და ავიღებთ მთავარ ზმნას work, ამის მესამე ფორმა იქნება worked. თუ გვინდა ვთქვათ მე ბევრი ვიმუშავე, ინგლისურად ამას ვიტყოდი ასე. I have worked a lot. I have დამხმარე ზმნა worked ვიმუშავე a lot. მე ბევრი ვიმუშავე. კარგით. თუ მთავარი მოქმედი პირი არის he, she, it. ანუ ვიღაც ნებისმიერი მოქმედი პირი, ამ შემთხვევაში have-ის has ფორმა უნდა გამოვიყენოთ. ანუ she has done her work. She has, იმიტომ რომ has მესამე პირის მხოლობითში ასე შეუთანხმდება, ამ ფორმით შეუთანხმდება ჩვენს მთავარ მოქმედ პირს. მოდით შევამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეთ ეს დრო და ვთქვათ წინადადება, მას ნანახი აქვს ეს ფილმი. გავითვალისწინოთ ის, რომ სიტყვა ნახვა არის არაწესიერი და მისი მესამე ფორმა იქნება seen. აბა თარგმნე ეს წინადადება, მას ნანახი აქვს ეს ფილმი. კარგია. She has seen this movie. ამ წინადადებაში she, ანუ მესამე პირის მხოლობითი არის მოქმედი პირი, რომელსაც have-ის has ფორმა შეესაბამება. She has ზმნის მესამე ფორმა seen და მას ნანახი აქვს ეს ფილმი, იქნება შესაბამისად she has seen this movie. ახლა განვიხილოთ past perfect, ანუ წარსული სრული დრო. ამ დროს წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი, რაც ქონდა present perfect-ში, გადადის ერთი დროით უკან. ანუ მე ის მომენტი, როცა მოქმედება სისრულეში იყო მოყვანილი, მაქვს წარსულში და მანამდე მოხდა მოქმედება და მანამდე უკვე შესრულდა, შესაბამისად უკვე დაგვჭირდება, რომ perfect დრო ვაწარმოოთ წარსულის შესაბამისი ფორმით. და იმისთვის რომ ვაწარმოოთ წარსული სრული დრო, დაგვჭირდება have-ის წარსული ფორმა, რომელიც არის had. მაგალითად, თუ მინდა ვთქვა, რომ როცა შენ მოხვედი, მე უკვე დასრულებული მქონდა სამუშაო, ან დასრულებული მქონდა პროექტი, ვიტყვი ასეთ რაღაცას, რომ when you came here, I had already done my project. ანუ
გადავიდა ყველაფერი ერთი დროით უკან. პირველი მოქმედება არის ყველაზე ადრე, რომელიც განხორციელდა, ანუ მე დავასრულე ჩემი სამუშაო და ამის შემდეგ უკვე ვიღაც მოვიდა, შენ მოხვედი. მაგალითად, თუ მე მჭირდება რომ თქვა, მე დასრულებული მქონდა რაღაც მომენტში ჩემი სამუშაო, უნდა ვთქვა ინგლისურში შესაბამისად. I had done my work. I had, რომელიც არის have-ის წარსული ფორმა, done do's მის მესამე ფორმა, არაწესიერი და my work ფიქსირებულად დარჩება. აქ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ have აწმყო ფორმიდან გადავიდა თავის წარსულ ფორმაში, რომელიც არის had. დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩა. მოდით ახლა ვთქვათ, წინადადება მას ნანახი ჰქონდა ეს ფილმი. გავითვალისწინოთ ის, რომ see-ის მნა არის არაწესიერი და მისი მესამე ფორმა იქნება seen. თარგმნა ეს წინადადება. Sorry, she had seen this movie. ანუ ამ შემთხვევაში ახლანდელისგან განსხვავებით, როცა ქონდა have, წარსულში იგი გადავიდა had ფორმაში, she had მის მესამე ფორმა seen this movie. მას ნანახი ჰქონდა ეს ფილმი. ქართულში ფაქტობრივად იგივენაირად გამოდის. მოდით განვიხილოთ მომავლის სრული დრო. როგორც თქვით, მომავლის სრულ დროშიც გვჭირდება ერთი დროით მომავალში გადანაცვლება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ მომავლის რაღაც მომენტში გარკვეული მოქმედება იქნება შესრულებული. იქნება შესრულებული, რაღაც მექნება გაკეთებული, ეს შემიძლია ვთქვა ასე. Will have და ზმნა არაწესიერი თუ არის მისი მესამე ფორმა, ხოლო თუ წესიერია დამატებული ed. მაგალითად, მე დასრულებული მექნება ჩემი სამუშაო, ამას მომავალ სრულ დროში ვიტყვი ასე. I will have done my work. I will მომავლის ნაწილაკი have უცვლად ზმნის მესამე ფორმა და do რადგან არის არაწესიერი მისი მესამე ფორმა იქნება done my work. I will have done my work. შესრულებული მექნება ჩემი სამუშაო. მესმის რომ რთულია ამ დროის გაგება, რადგან ქართულში ანალოგიური დრო არ გვაქვს, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კითხვები აღარ გაგიჩნდება და ყველაფერი გასაგები იქნება. მოდით თქვენ მითხარით ეს წინადადება მომავლის სრულ დროში. მე ნანახი მექნება ეს ფილმი. I will have seen this movie. I will მომავლის ნაწილაკი have უცვლად seen არაწესიერი sees მის მესამე ფორმა this movie. მე ნანახი მექნება ეს ფილმი. მოდი სხვა წინადადებას განვიხილოთ, სადაც წესიერს მნას გამოვიყენებთ, მაგალითად play, რომლის ed დამატებული ფორმა იქნება played და მე თუ მინდა ვთქვა მე ნათამაშები მექნება ეს თამაში, ინგლისურად ასე ვიტყვი. I will have played this game. I will have played this game. Played, play plus ed. მოდით ახლა თქვენ მითხარით, როგორ მეტყვით ასე წინადადებას. მე გასინჯული მექნება ეს საჭმელი. გავითვალისწინოთ ის, რომ to taste ზმნა არის წესიერი და მას დაემატება ed. კარგია. I will have tasted this food. I will არის მომავლის ნაწილაკი, have უცვლად დარჩა და მხარე ზმნა და ზმნა ed დამატებული tasted. ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ წარსულსა და მომავალში ნებისმიერ პირსა და რიცხვთან ფორმები არ შეიცვლება სრულ დროში. მაგალითად, წარსულ სრულ დროში იქნება had და ზმნის მესამე ფორმა, ანუ had იქნება ყველა პირსა და რიცხვში, ხოლო მომავალში will have ფიქსირებულად დარჩება ყველა პირთან და რიცხვთან და იგი არ შეიცვლება არც ერთი ნაცვალსახელის შემთხვევაში. ახლანდელი სრული დრო ქართულში გამოიყენება თუ მე მინდა ვთქვა რაღაც ისეთ წინადადება, სადაც ვამბობ, რომ თურმე რაღაც გამიკეთებია, თურმე რაღაც შემისრულებია. ანუ ეს თურმეობითი არის ინგლისურში present perfect-ის სრული ანალოგი. დაშლებათ ერთმანეთში ეს ფორმები been to და been in. როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სადღაც ვარ ნამყოფი. თუ მე მინდა ვთქვა, რომ ნამყოფი ვარ რომელიღაც ქალაქში ან ქვეყანაში, მაგრამ მე იქ არ ვარ, ანუ უკვე დაბრუნებული ვარ უკან, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიყენო been to ფორმა. ანუ I have been to Paris. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვიყავი ნამყოფი ვარ დღევანდელი მონაცემებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა დღეს იქ არ ვარ. მაგრამ მე თუ გამოვიყენებ been in ფორმას და ვიტყვი I have been in Paris და თუ დავამატებ იმას, რომ I have been in Paris for 2 weeks, ეს გამოვა, რომ მე უკვე პარიზში 2 კვირაა რაც ვარ. 2 კვირა აქ ვარ, ანუ მე ისე ვიქ ვარ. და ამას ძალიან ბევრი ქართველი ურევს ერთმანეთში. გვაქვს რამდენიმე სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად შევხვდებით perfect დროში და ამ სიტყვებს თქვენ ეკრანზე ხედავთ. მაგალითად, მე თუ მინდა ვთქვა, რომ რაღაც არასოდეს გამიკეთებია, ანუ მე გულისხმობ ჩემს გამოცდილებას და რაღაც არასდროს გამომიცდია, ამას perfect დროით იდეალურად ვიტყვი, მაგალითად I have never been there. ანუ მე არ ვარ ნამყოფი, არასოდეს ვყოფილვარ იქ. I have never
done this task. არასოდეს გამიკეთებია ეს დავალება. აი თუ ვინმეს გინდათ გითხოთ, რამე გაუკეთებია თუ არა, ან პიანინოზე დაუკრავს თუ არა, მაგალითად, ამას perfect-ში იკითხავთ. Have you ever played the piano? ანუ ever ოდესმე თუ დაგიკვრია პიანინოს. მაგალითად, თუ იმის თქმა გინდა, რომ რაღაც უკვე შესრულებული გაქვს, შეგიძლია გამოიყენო already და თქვა ასეთ წინადადება. I have already seen this movie. უკვე ნანახი მაქვს ეს ფილმი. მაგრამ თუ ჯერ არ გინახავს, ან ვიღაცას გინდა კითხო, შეასრულა თუ არა რაღაც, ამ შემთხვევაში გამოიყენოთ yet და თუ ვიტყვით რომ ჯერ რაღაც არ გამიკეთებია, წინადადება იქნება შემდეგი. I haven't watched this movie yet. ანუ ჯერ ეს ფილმი არ მინახავს, არ მიყურებია ამ ფილმისთვის. ხოლო თუ კითხვას ვამ, შეგიძლია კითხვა ასე აწარმოო, have you done this yet? შესრულებული გაქვს თუ არა? გაკეთებულია თუ არა? და since რომელიც აღნიშნავს აი რაღაც პერიოდიდან, რაღაც კონკრეტული მომენტიდან მოყოლებული. ანუ თუ ვინმეს გინდათ უთხრათ რომ დღესასწაულის შემდეგ არ მინახი ხარ, ასე ეტყვი ადამიანს I haven't seen you since the holidays. ხოლო for გვიჩვენებს აი რაღაც დროის მონაკვეთს. მაგალითად, I hadn't seen her for 10 years. ანუ 10 წლის განმავლობაში მე ის ნანახი არ მყავდა. მოდით შევაჯამოთ. ჩვენ განვიხილოთ სრული დრო, რომელიც იმას ნიშნავს, რომ აწმყოში რაღაც მოქმედება უკვე შესრულებულია. წარსულის სრული დრო აღნიშნავს მოქმედებას, რომელიც წარსულის რაღაც მომენტისთვის უკვე შესრულებული იყო, ხოლო მომავალის სრული დრო იქნება ის მოქმედება, რომელიც რაღაც გარკვეულ მომენტში მომავალში უკვე შესრულებული იქნება. თუ ამ ვიდეოს შემდეგ კიდევ დაგრჩება კითხვები, გირჩევ რომ ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ უყურო და ასევე შეგიძლია რაღაც სავარჯიშოები გააკეთო, რომელიც დაგეხმარება, კარგად აითვისო ეს დროები. მაგალითისთვის შეგიძლია ხელოვნურ ინტელექტს ან შენს მეგობარს ეთამაშო თამაში Never Have I Ever. ანუ მე არასდროს, მე რომ დავალო რა არ გაკეთებია არასოდეს. ასევე შეგიძლია ჩამოწერა შენი to-do list-ი დღის განმავლობაში, ანუ რა გაქვს შესრულებული და დღის ბოლოს შეაჯამო რა გაქვს შესრულებული, რა არ გაქვს შესრულებული. მაგალითად, I have read a book. ანუ წიგნი წაკითხული მაქვს, წავიკითხე, but I haven't cooked anything. ანუ არაფერი არ მომიზადებია, საჭმელი არ გამიზადებია. თუ კიდევ დაგჭირდება ვარჯიში, აუცილებლად კიდევ უყურე ამ ვიდეოს, გისურვებთ წარმატებებს.